ფერადი დღემშვიდობისა ყველაზე კოსმიური ტარო კონსულტაციის გვერდიდან, რომელიც უკვე იცით, რომ ჯადოსნური რჩევებისთვის უნდა გამოიწეროთ. არ დაგავიწყდეთ, მადლობის ნიშნად კომენტარების დატოვება და გავზიარეთ მეგობრებს, ვისაც გავსი თემები აინტერესებს. რაც შეეხება პირად კონსულტაციას, არის ფასიანი და უნდა ჩაეწეროთ წინასწარ. მოკლედ, დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა, ჩაიფიქრეთ ადამიანი ან ადამიანები და ვნახოთ, რას ფიქრობს ეს ადამიანი ან ადამიანები თქვენზე. აი ესე, პირველი, მეორე და მესამე და რა რჩევას გაძლევთ ამ ადამიანთან დაკავშირებით სამყარო. ნახოთ რა უნდა გაითვალისწინოთ, რაც იქნება მთავარი, ღირებული, მნიშვნელოვანი ამ ურთიერთობაში. პირველი, მეორე და მესამე. მოკლედ, დავიწყოთ. თუ აირჩიეთ პირველი, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ იმაზე წარმატებული შეგიძლიათ იყოთ, ვიდრე ახლა ხართ და ყველაფერი ზუსტად ისე გამოგივათ, როგორაც წარმოგიდგენიათ და გსურთ, ფიქრობს, რომ ყველაფერი, რასაც ხელს კიდევთ, რასაც იწყებთ და აკეთებთ, იდეალურად შეგიძლიათ, რომ მოკლედ შექმნათ და გააკეთოთ და თვლის, რომ თქვენ უფრო მაღალ საფეხურზე ხართ, ვიდრე თავად არის, აქედან გამომდინარე, ცოტა შეშინებული შეიძლება იყოს რაღაც მხრივ თქვენთან ურთიერთობით და ისე თავდაჯერებული ვერ იყოს, როგორც სხვასთან, იმიტომ რომ აი თქვენ თითქოს მასზე მაღლად გახართ და მისთვის რაღაც აი წინააღმდეგობაა ეს ყველაფერი, მიუხედავად ამისა, მას ძალიან უნდა რომ რაღაც ცადოს გამოუვიდეს და მოკლედ მაქსიმალურად შეძლოს, რომ ესე ვთქვათ, თქვენთვის მოსაწონი ადამიანი გახდეს, ისე რომ მაქსიმალურად დადებითად იფიქროთ მასზე და სურვილი გაგიჩნდეთ მასთან რაღაც ურთიერთობის. ნუ ეხლა აქ ფინანსურ მხარეს არ გულისხმობს, რაღაც თითქოს განვითარებით სხვა ადგილზე ხართ. შეიძლება სხვა პროფესიას გულისხმობდეს და საერთოდ არ უკავშირდებოდეთ ერთმანეთს, აქედან გამომდინარე, არ ვიცი ახლა რამდენად გიჭირთ საერთოდ ერის გამოძებნა, თუმცა თითქოს რაღაცა არის პრობლემა, ბარიერი თქვენ შორის, რომელიც დაძლევადი არის და ეს ადამიანი ეცდება, რომ ყველაფერი გააკეთოს. ამავდროულად მინდა გიჩიოთ, რომ საკუთარი თავი გაანებივრეთ კიდევ ერთხელ ამ თვეში და რაღაცა რაც ძალიან გინდათ აუცილებლად შეიძინეთ. რაც შეეხება მეორეს, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ესე ვთქვათ, რაღაცები არ გამოვა ისე, როგორაც წარმოდგენილი აქვს და ჩაფიქრებული აქვს. ძალიან ბევრი არასაჭირო ფიქრი ტრიალებს მის თავში, თითქოს აი ზედმეტად ჩაკეტილია და ისეთ რაღაცებსაც აღიქვამს პრობლემად, რაც შეიძლება საერთოდ არ იყოს პრობლემა, ამავდროულად ფიქრობს, რომ თქვენ საკუთარ თავზე ძალიან კარგად ზრუნავთ და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ და კომფორტი გქონდეთ, ხოლო თვითონ ვერ აკეთებს ამ რაღაცებს იმისთვის, რომ თქვენ გაგაბედნიეროთ და ეს სტრესავს. ასევე ფიქრობ, აქ არის ადამიანი, რომელიც უხეშად შეიძლება ერეოდეს თქვენს ურთიერთობაში, ნუ ეხლა არა პირდაპირ გაგებით, მაგრამ შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ან ვინმე ადამიანი, ვინც უბრალოდ ხალს უშლის ამ ყველაფერს და რაღაც უარყოფით ეუბნება თქვენზე. აქედან გამომდინარე, ესეც შეიძლება თრგუნავდეს. რაც შეეხება მესამეს, აქ ძალიან კარგად იწყება ყველაფერი, აშკარად თქვენ ხედავთ და გრძელდება კიდევაც, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ადამიანს თქვენთან ოჯახის შექმნა შეიძლება უნდოდეს, ან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა შეიძლება უნდოდეს, ძალიან კომფორტულად გრძნობს თქვენთან თავს და ბედნიერია, ამავდროულად არსებობენ აქ ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგია, თუმცა მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი შეიძლება აღარ იყოს, როგორც ადრე და თავიდან ამ ურთიერთობის დასაწყისში ხდებოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ ძალიან გიყვართ და ესე გრძნობა, ნამდვილად ორმხრივია იმდენად და ისეთი ძვირფასია, რომ გაუძლებს აუცილებლად დროს და გამოვა ყველაფერი იმაზე კარგად, ვიდრე ეს თავად ან სხვებს გქონია, აქედან გამომდინარე გენდობათ, თქვენც ნუ გაუთროებთ იმედებს, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მეტი დრო გაატაროთ ერთად და მეტი ბედნიერი მომენტები შექმნათ თქვენი ცხოვრებისათვის, რაღაც ძალიან დადებითად და კარგად გავითარდება ამ ურთიერთობაში, სიახლეები, რასაც ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებლად წარმატებული იქნება. ბედნიერი, ფერადი, წარმატებული დღეები ყველას.